მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი და მინდა რომ გაგაცნოთ, ვინც არ გიცნობთ, შესავალში გეტყვით, რომ მე ვარ ირაკლი ლომაია, რომელიც კანადაში ცხოვრობს და მაქვს ჩემი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ადამიანებს, ვისაც სურს კანადაში ჩამოსვლა, ტურისტულად ან ახალი ცხოვრების დაწყება, ეხმარებით ადამიანებს, რომ მიიღოს, ასე ვთქვათ, კანადის ვიზა. დღეს მინდა გაგაცნოთ ესეთი ლამაზი გოგო, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ჩვენ საკონსულტაციო კომპანიას მომართა და მან მიიღო სერვისი და მიიღო კანადის ვიზა, რომელიც მალე აპირებს ჩასვლას კანადაში. ჩვენ ახლა დღეს შევხვდით ერთმანეთს, გავიცანეთ ერთმანეთი, იმიტომ რომ ახლა ამ წუთას თბილისში ვარ, ჯერ არ ვარ კანადაში და მოკლედ ლიკას კიდევ ერთხელ გილოცავ ლიკა და პირველი რაც მაინტერესებს და ჩვენს ესე ვთქვათ მაყურებელს, აი საერთოდ ზოგადად თავიდან რატო გაგიჩნდა სურვილი რომ კანადაში წასულიყავი და მე ჩვენი კომპანია როგორ აღმოაჩინე? დიდი მადლობა ირაკლი. პირველ რიგში კანადაში გამიჩნდა სურვილი, იმიტომ რომ მომწონს ეს ქვეყანა ყველანაირად. შვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ქვეყანა, როგორც ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე რომ მიცადა ჩემი ბედი, ასე ვთქვათ. ანუ თავიდან ვინ გითხრა, მაგალითად ჩვენი აპლიკანტები ხშირად წერენ ხოლმე რომ ბევრი ინფორმაცია მაგალითად კანადაზე შენგან გავიგეთო და ბევრმა არ ვიცის, ანუ ზოგადად კი იციან კანადა ცნობილია, მაგრამ სად არის, როგორი ქვეყანაა, რა კანონებია, რა წესებია, ანუ შენ რა ინფორმაციები გქონდა და გაქვს ეხლა სანამ ჩახვალ, ხო, აი რას ელოდები ზოგადად და რატომ გადაწყვიტე მსოფლიოში ამდენი ქვეყანა და მაინც კანადა? ინფორმაციები სიმართლე გითხრა მივიღე Facebook-ის თქვენი პოსტების მეშვეობით, სადაც თქვენ დეტალურად აღწერდით ხოლმე ამა თუ იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ყოფნის პერიოდებს და აი აქედან მივიღე ძირითადი ინფორმაცია. გასაგებია, მაგრამ აი საიდან მოხვდი ჩემთან, ესე ვთქვათ, ანუ საიდან აღმოაჩინე, ანუ ეს კომპანია საიდან აღმოაჩინე და რა გარანტია ქონდა, რომ აი რითი ენდე ჩვენს კომპანიას მოდი ესე დავიწყოთ? მე ეს კომპანია აღმოაჩინე Facebook და შემხვდა სკროლვისას, რომ ერთ-ერთი აპლიკანტი უკვე ჩასული იყო კანადაში და ამებული ჰქონდა ეს ვიზა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და მე მაშინათვე არ მომიმართავს თქვენთვის, დაახლოებით 6-7 თვე ვაკვირდებოდი ამ გვერდს, გამოწერილი მქონდა. და როცა ხედავდი რომ აი ერთი აპლიკანტი ჩავიდა, მიიღო ვიზა, მეორე, ანუ თქვენ რო აქვეყნებდით. ანუ შედეგებიდან გამომდინარე და გამიჩნდა ნდობა და აი 6-7 თვე ფიქრის და ვარაუდების შემდეგ გადავწყვიტე რომ უკვე მომეწერა და აი ეხლა რომ ახსნათ როგორ დაიწყო, ხო, აი რა პროცედურები გაიარეს სანამ ჩემამდე მოხვედი, ხო, აი ეს ფორმალური პროცედურები როგორ იყო და ეს დეტალები თუ გახსოვს ახლა? პირველი ეტაპი იყო რომ ვთქვათ გასაუბრების ეტაპი, რამდენად ვაკმაყოფილებდი იმ პირველად მინიმალურ მოთხოვნებს, რაც საჭირო იყო აპლიკაციის შესავსებად და ძირითადი პროცედურების დასაწყებად. აღმოჩნდა რომ გასაუბრების შემდეგ ვაკმაყოფილებდი და შემდეგ უკვე შევავსე პირველადი აპლიკაცია, სადაც გავაგზავნე ის მოთხოვნები, რასაც ეს აპლიკაცია გულისხმობდა და აქედან დაიწყო. აი პირველი აპლიკაციის შემდეგ პასუხი გამეფაში მოგივიდა, ანუ ჩვენი კომპანიიდან. მალევე მომივიდა თქვენი კომპანია. როგორც წესი 30 ბიზნეს ზოგადად, მაგრამ ხშირად 30 წელს მალევე მომივიდა, დიახ, არ დასჭირდა სრული 30 ბიზნეს დღე და ამის შემდეგ ესე იგი რა პროცედურები გაიარა? ახლა მე კი ვიცი, მაგრამ ჩვენს ლაბორატორიაში კი აუცილებლად მე ასე ვთქვათ, მოხდა მენტორის მომაგრება ჩემზე, პირადი მენტორის, რომელიც განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ეს მომენტი, რომ რა კითხვებიც მქონდა, ძალიან დეტალურად მიხსნიდა და მაყვალიანებდა, რა საბუთებიც საჭირო იყო ამ პროცესს ვიზის მისაღებად და ვიყავი აბსოლუტურად მშვიდად და გულდამშვიდებული, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ სანდო ხელში ვიყავ. შიდა აპლიკაციის გამოგზავნა. ესე იგი მეგობრებო, ვინც არის გეტყვით, რომ აპლიკანტი როდესაც უკვე გაფორმდება და შემოვა ოფიციალურად კომპანიაში, მე ის შემოდის უკვე პირადად ჩემს სამუშაო გუნდში, რომელმაც უკვე უნდა გამოაგზავნოს შიდა აპლიკაცია, რომელიც უნდა განვიხილო მე როგორც კონსულტანტმა. აი ეს პროცედურა, სანამ გამოაგზავნიდი აი ამ შიდა აპლიკაციას, რამდენი ხანი დაგჭირდა რომ ეს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტები შეგეცდო და გამოგზავნო მე კომპანიაში? დაახლოებით თვე ნახევარი, არც კი.
ესე იგი უფრო მალე საიტია, იმიტომ რომ აპლიკანტები არიან, რომლებიც 3-4 თვეს ზიან და ჩემს ინტერესებში შედიოდა, რაც შეიძლება მალე მომეგვარებინა ეს საბუთები და მომეგროვებინა, ასე ვთქვათ და მაქსიმალურად მოკლე დროშით თვენახევრის პერიოდში უკვე მე ყველა მოთხოვნილი საბუთი მზად მქონდა. გასაგები. აი ხა მნიშვნელოვანი კიდე ჩვენ გამომწერმა იციან რომ სერვისის მოსახურება არის თვეში $55. შენ რო შემოხვედი მაშინ რამდენი იყო? 55 კი. ანუ რასაც ოფიციალურად კომპანიაც უხდიდი. გარდა ამისა შეგიძლია რომ დაახლოებით მაინც აი თარგმნები რა დაგიჟდა, ანუ ზოგადად რა დაგიჟდა ეს ყველაფერი, რაც დოკუმენტებში წავიდა, რა თქმა უნდა ჩვენ კომპანიაზე არ ვამბობ, ხო? ამით ხო ხარჯები იყო რაღაცეები. კი, თქვენი კომპანიის ყოველთვიური გადასახლები მე მახსოვს, ადრე უფრო ნაკლები იყო. მე მაშინ როცა მე დავწონე, სანამ დავწონე ყველაფერი, მახსოვს რომ ადრე იყო სხვა თანხა და $55 ვიხდიდი და მაგის გარდა, რაც ჩემს კონკრეტულ საბუთების მოგროვებას დასჭირდა, დაახლოებით უხეშად რო ვთქვათ, სადღაც $800-900 მაინც გამოდი თარგმნები, დოკუმენტების აღება, ნოტარიუსი, ყველაფერი ეს რაღაც. კეთი, ანუ მე როცა კომპანიამ მიიღო და მე დავიწყე ამ შიდა აპლიკაციაზე მუშაობა, დაახლოებით რამდენ ხანში ავაწყო ეს кейსი? შენ როგორ გახსოვს, რომ მე კი მახსოვს? კი ბატონო, გეტყვით ახლა დაახლოებით 9 თვის ვადაში. 9. არა, ნახე კითხვა ეთქობა სხვანაირად. ნახე შიდა აპლიკაცია, როცა უკვე რეგისტრაცია რომ მიმდინარეობს IRCC-ის განყოფილებაში, საიდანაც იგზავნება საკონსულოში, ეს არის ანუ 60 დღეზე მეც ფიზიკურად ვერ გაქაჩავ, იმიტომ რომ 60-ში უნდა შეავსოს კონსულტანტმა და აწყოს მთელი кейსი. მაგრამ მე როგორც წესი 60 დღეს არ ვანდოებ ხოლმე ერთ აპლიკანტს, მაქსიმუმ ერთი თვე ან 3 კვირას. არ მახსოვს შენ кейსზე მე მგონი დაახლოებით თვენახევარი მუშაობ. ანუ იმის თქმა მინდა რომ თვენახევარი მოუნდი მე ფაქტიურად, ხო, ანუ კომპანია მოუნდა თვენახევარი დაუშვათ 2 თვე იყოს 60 დღეს, ხო? რო აგვეწყოს ყველა ეს დოკუმენტები და გაგვიგზავნა და როგორც ვიცი შენ ხარ პირველი აპლიკანტი, რომელსაც ყველაზე მალე მიიღო პასუხი. კი, 2 კვირაში არც კი მოვიდა ჩემი პასუხი. და აგერ მეგობრებო, განახებთ ახლა ლიკ აგერ თავის მულტი ვიზას, კანადის ვიზას. განახოთ აგერ. ეს არის მისი ვიზა, კიდევ ერთხელ ვლოცავ. ესე იგი, რას ნიშნავს ახლა ეს ზუსტად ბევრი კითხვების უნდა ხოლმე, აი რა არის მულტი ვიზა? რატო გაიცემა 10 წლიანი, ზოგი იღებს 5 წლიანს, იმიტომ რომ დამოკიდებულია პასპორტზე, ხო? ანუ ვის რამდენი ვადა აქვს, მაგალითად ახლა თუ 10 წლიანია პასპორტი, მაშინ თუ კი იმ შემთხვევაში გაიცემა ვიზა, მაშინ ის იქნება 10 წლიანი ვიზა, ანუ მულტი ვიზა. მაგრამ მულტი ვიზა ითვალისწინებს ქვეყანაში შემოსვლას მხოლოდ წელიწადში 6 თვე ერთხელ. აქედან გამომდინარე, ანუ შენ შემთხვევაში რამდენი ქონდა ვადა პასპორტს? სრული. ანუ 10 წლიანი გამოვიდა. კი ბატონო, ეს მაშინ რომ შენ შეგიძლია 10 წლის განმავლობაში იარო კანადაში და თუ იმ შემთხვევაში გადასწყვიტავ დარჩენას, ოღონდ გაითვალისწინო თუ დარჩები იმ შემთხვევაში და ჩავბარდები ქვეყანას, ვიზა გაუქმდება. ხო. სხვა შემთხვევაში დაბრუნდები და წახვალ. აი ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ნუ მე კი ცხოვრობ ამეი წელია და ვიცი და ფაქტობრივად დავბერდი. მაგრამ აი რა როგორი წარმოიდგენია ეხლა შენ მალე ვიფრინა? მეგობრებო, ვინაიდან ეხლა მე არ ვარ საქართველოში ვარ და აქედან გამომდინარე ლიკას მე იქ ვერ დავხვდები. მან დახვდება ჩემი უახლოესი მეგობარი და ასევე გავაცნობთ ლიკას იმ სხვა აპლიკანტებს ვინ ჩავიდა. ხო, ანუ ის გამოგვჩა გვეთქვა რომ ჩვენ გვაქვს კიდე დამატებითი გუნდი, გრუპა, სადაც ვიზა მიიღეს ქვია. ნუ ეხლა იქ ყველა არ არის უკვე ვინც ადრე წავიდა, მაგრამ ეს ახლები ვინც მოდის, მე მგონი ყველამ გაიჩანეთ მანჯის ბების დაგვარი. ანუ ეს ამ ადამიანებსაც იქ გაგაცნო, ანუ ჩვენი მუშაობის პრინციპი ისეთია, რომ ეხლა რო წავა მაგალითად ლიკა, ხო ჭირდება მას იქ დახმარება, რომ მაქსიმალურად ხარში დაუდგეთ და ეს გაწერილი გვექნება და ამერიკა, სანამ მე ჩამოვალ და ყველანაირ ხალხზე მეყოლები, მაგრამ მე უბრალოდ მაინც მაინტერესებს ახლა ახალგაზრდა გოგო მიდიხარ კი ლიკამ ინგლისური კარგად იცის და კარგია. აი რა როგორი წარმოგიდგენია ახლა რა დაგხვდება გონია? სიმართლე გითხრათ, ცოტა ნერვიულობ კიდევაც. ბუნებრივია. ფიქრობ, რომ დამხვდება ის, რასაც ველოდები, რა მოლოდინებითაც მივდივარ. და ის მოლოდინი რა არის?
იმიტომ რომ მე მინდა გითხრა თავიდან ამას მე ხო ისედაც ყველა ჩარტებში ვამბობ და ყველა აპლიკაციაზე ვეუბნები რომ ანუ კარგია კანადა იდეალური ქვეყანა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ლანგზე რაღაცას მოგართმევენ ხო ემიგრაცია უნდა იყო მზად ხარ იმისის ემიგრაციის გაუძლო ამ მომენტში და ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ მზად ვარ ხო ეს ძალიან კარგი ზოგადად მე მიყვარს ხოლმე ცოტა უარყოფის კონტექსტის დანახება მიჩემია რომ ესე მოლოდინი ვიდრე იქ რო ჩავედა მე კარგი მოლოდინი კარგი ესე თქვა უკეთესი დახდეს ვიდრე თავიდან ადამიანს ხოშკები აუგო და რაღაც ეს მე ესეთ რაღაცა არ მიყვარს და ამიტომ აი რამდენი ხანი გონია ხა რომ კანადაში შენ დარჩები ბუნებრივია ხა ის სასიკვდილო არ ვარ მთელი ცხოვრება იქ არ ამგონია რომ დაუბერდე მაგრამ აი ხშირად იციან ხოლმე თქვა რომ აი 1 წლით მინდა ჩასვლა 2 წლით მინდა ჩასვლა 5 წლით მინდა ჩასვლა მაგრამ მე იქ რომ დაიწყებ აწყობას გახდები კანადელი მე იქ გადასახადები დიდი გვაქვს ტაქსის რასაც უზახით და მე ის გადასახადები ბოლოს პენსიაზე რო გავხვალ გავადაგიბრუნდეს რაც გარანტირებული გაქვს და არ დაგიკარგება და ამ ხელ აწყობილი ქვეყანაა და თავისუფლება გაქვს აი როგორ ფიქრობ დაუშვათ ეხა მე პირადად 15 წელი როცა ვარ და რამდენი გადახდილი თანხა მაქვს ხო აი ხა მე რო დავბრუნდე საქართველოში და აქ რო დავრჩე ის ხო დაიკარგება ყველაფერი მიუხედავად რომ მოქალაქეა ხო აი შენ როგორ ფიქრობ დაახლოებით რამდენი ყველა ემიგრანტს ხო აი 1 წელი წავალ 2 წელი წავალ შენ დაახლოებით მე არ მაქვს ეს რომ 1 წელი და 2 წელი წავალ მაქვს მოლოდინი იმისა და დავრჩები 5 და დიდხანს ხო დიდხანს თუმცა წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავს ადამიანი თუმცა ეხლა ეს მოსაზრება მაქვს რომ დავრჩები 5 ანუ იმის გამიდა რომ ის გაცნობიერებული გაქვს მალე ვერ დაბრუნდები ხო ახლა ოჯახს მალე ვერ ნახავ და შემდეგ ამისთვის ათხარ ისე ოდესმე ყოფილხარ ემიგრაციაში არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით ვარ გასული ქვეყნიდან გასაგებია ხო ანუ შენი მოგზაურობები ვიცი მოკლედ ჩემო კარგო არ მინდა რომ ძალიან დიდი ვიდეოს გავიდეს პირდები რომ ჩახვალო ყველაფერს გააშიგებ და გამომიგზავნი შენი გამოწერების იმიტომ რომ ხალხს აინტერესებს ახლა შენც რომ მიდიხარ ხო შენს გაინტერესებს ხო ანუ როგორი ცხოვრება მესმის რომ ინდივიდუალური აწყობა ახლა ზოგს სხვანაირად უმართლებს ზოგს სხვანაირად და ამ შემდეგ ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ ჩაფრინდები შენი ემოციები შენი თავისი კარგი თავისი ცუდით ყველაფრით ანუ შენი გადმოსახედიდან რომ ჩავიგდო ხოლმე და გამომიგზავნო ხოლმე ვიდეოები სანამ მე ჩამოვალდე მე ერთად ვიარო კი ნამდვილად როცა მიდის ადამიანი ამ ხალხზე თითოეული რჩევა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია თუმცა სწორად აღნიშნეთ რომ ინდივიდუალურია ყველაფერი მაგრამ აუცილებლად შევეცდები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში განახოთ ეს პროცესები და მოკლედ ნიკა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის მადლობა რომ ჩვენი კომპანია აირჩიეთ და გილოცა კიდევ ერთხელ ამ ვიზას და მე შენ გისურვებ უდიდეს წარმატებას ერთ ვიტყვი რომ კანადა არის საუკეთესო ქვეყანა არავის არ დაუჯერო იქ ზოგიერთები რომ რაღაცებს ლაპარაკობენ ისინი ვისაც თვითონ ვერ აღწევენ იმიტომ რომ ეზარებათ ეს არის ქვეყანა სადაც აბსოლუტური თავისუფლება გაქვს ნულიდან შეგიძლია დაიწყო თუნდაც პროფესია არ ქონდეს შეგიძლია ისწავლო რაღაც კოლეჯში თუ გინდა რომ განვითარდე და მეტი შემოსავალი ქონდეს ხო და რაღაც თავიანთ ალაგებებით დაიწყებ და მე იქ არ დარჩე არავის არ დაუჯერო იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური ზუსტად ის შედეგი იქნება რასაც შენ ჩადებ შენს რესურსს შენს თავზე სხვანაირად არანაირად არ მოგწევს მაგრამ თვითონ ქვეყანა არანაირად არ ცხუდავს ანუ აბსოლუტური ოპორტუნიტი გაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა გააკეთე რაც გინდა მთავარია სხვისი უფლება არ შელახო და მთავარი კანადა არის ქალების ქვეყანა ანუ ქალები ხართ ბოსი მან ასე რომ არ არის მარტივი ემიგრაცია მაგრამ შენ ამისთვის დაიყო ძლიერი და აუცილებლად მიაღწევ ბევრ რაღაცას იმაზე მეც ვიდრე მე მივაღწია დამიჯერე თავარია მოინდომო და აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევ მოკლედ მეც მალე დაგეწევი და წარმატებები ველოდები ჩემგან უკვე შემდეგ ეტაპებში როგორ წაყვალ როგორ გაფრინდები როგორ ჩაფრინდები როგორ მოიწყობი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა რომ მოხვედი და ესე პირადად გავიცანით უკვე მე და ნიკა ერთმანეთს დიდი მადლობა პირადად ბატონი ირაკლი ლომაიას დიდი მადლობა საკონსულტაციო კომპანია VIP კანადას იმიტომ რომ მართლაც ძალიან მშვიდად წყარად ზედმეტი ნერვიულობის გარეშე და რაც თავარია სწორად მოხდა ჩემი დოკუმენტების შეგროვება და ნუ ამ ხრივ კი შემიძლია თამამად თქვა რომ ეს არის ჩემი საქმე და ბევრი დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმიტომ რომ სხვანაირად გამო ეს საიმიგრაციო საქმეა და
ეხლა ნახე გამოდის რომ კომპანიაში იყავი რამდენი ხანი ხდიდი ამ $50 აი დაახლოებით 9 თვე თავიდან ბოლომდე 9 თვე გამომიწია მაგრამ რეალურად ჩვენ რო 9 თვეზე ადრე შეგვძლებოდა ამის გაკეთება შენ ფაქტობრივად 2 კვირაში მიიღო ეს დაჟე მაშინ ის პერიოდი იყო სადაც შობს დიდი ხანი უბრძოლდებოდა პერიოდი თორე ეხლა მაგალითად მალევე გამოდის ხოლმე ნუ იმ შენი პერიოდიდან მე უკვე ეხლა უფრო მალე გამოდის ანუ არ შეიძლება 9 თვე მაგრამ მე გულისხმობ აი ჩემ თვითონ მე როცა მოვუდი პროემ დოკუმენტების შეგროვებას ამდენი ხანი დიახ კარგია და მადლობა კიდევ ერთხელ და ბედნიერ მგზავრობას გისურვებ და აბა შენი წარმატებები მოგეთ მეგობრებო დღეს ამ სულ ეს იყო ეს ვიდეო ამით შემოვიფარგლებით და რა თქმა უნდა უკვე გავაგრძელებთ სხვა ვიდეოებსაც ჩავწერ სხვა ინფორმაციებსაც მოგაწვით აგერ იქაც გამოგვიგზავნის და გვანახებს თავის ცხოვრებას და სხვა აპლიკაციებსაც შემოგთავაზებთ თუ კითხვა ხარ დაინტერესებული სერვისის მიღებით მომწერეთ პირადში ან კომენტარი დატოვეთ და მე თვითონ გამოგიგზავნით კომპანიის სარეგისტრაციო ლინკს და აგერ როგორც ლიკამ გაიარა ეტაპობრივად ყველაფერში დაგაკვალიანებთ და გაიგლით და შემოგთავაზებთ სერვისს რომელიც იქნება თქვენზე მორგებით და გისურვებთ ყველას წარმატებებს ვისაც გსურთ ტურისტულად ჩამოსვლა ვისაც გსურთ დარჩენა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია და ყველას ვუსურვებ ესეთ შედეგებს როგორც ლიკას არის მეც თელი გულით ვისურვებთ მადლობა შენ მადლობა დიდი დროებით ნახვამდის